საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გუშინ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საქართველოში, ტრაგედია დატრიალდა, ჩამოინგრა корпуსი. არის მსხვერპლი, ცუდად თუ გინდა ადამიანს გახდე, საქართველოს ინფორმაციაში უნდა შემოიხედო ყოველდღე ავარია, ყოველდღე ვიღაცის სიკვდილია და ყოველდღე რაღაცა უბედურება ხდება, აი საქართველოსთან არაფერი არ მოდის დიდი ხანია. რაც თავი მახსოვს პრინციპში, დიდი ხანია მე ეს ნორმალური და კარგი ქართველი ადამიანისთვის და ზოგადად ერისთვის რამე ხდებოდეს, ძალიან ძნელად მახსენდება დამპალი სისტემის ხელში. და აი წავიდა ტრადიციულად ეს არახალი ამბავი არის. ტრადიციულად წავიდა იმის ძახილი, ვისი ბრალია, ამის ბრალია, იმის ბრალია, ხელისუფლების ბრალია, კალაძის ბრალია, თვითონ მოსახლეობის ბრალია. რას გეტყვით იცით ხალხო? არც კალაძის ბრალია, არც ოპოზიციის ბრალია, არც მაცხოვრებლების ბრალია იმ корпуსში. ესა მთელი ერის ბრალი. ესა ჩვენი ბრალი. ყველას ბრალია. ყველას ბრალი არის ეს. კალაძეში კი არაა პრობლემა. და აქ იმაში კი არაა პრობლემა დღეს რომ გამოხდა და იძახის რომ თურმე არ არსებობს თურმე ძალიან თურმე ისეთი კანონის დამცველი ბიჭია თურმე კალა და გამოდის და იძახის რომ თურმე არ არსებობს კონსტიტუციაშიო კანონშიო არც ერთი წესი და არც ერთი ნორმაო ხალხი წინააღმდეგი იყო გარემონტებისო და გაკეთებისო და მე ახლა ძალით ხო არ გამოვასახლებდიო და ესე რა ვიცი გააკეთა რაღაცა განცხადება თქვენს წაიკითხეთ მე შემხვდა სოციალურ ქსელში და იმ წუთში ახლა აქ საერთოდ ორი ლეშიჭამია სასტავი არის, ერთი ლეშიჭამია სასტავი, რომელიც გამოდის და წივის და კივის და ყველაფერი ხოცების ბრალია და ყველაფერი კალაძის ბრალია და მეორე ისა გამთეთრებელი გამპრავებელი სასტავი, რომ კალა კაი ბიჭია და ბიძინა კაი ადამიანი და რაშვაში არის ეს ყველგან ხდება, ასე მოხდა, ისე მოხდა და რას ვიტყვი, იცი, ჩემო კარგო, მართლა არავის ბრალი არა, რაც ხდება ყველაფერი საქართველოში, ესა ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის დღევანდელი ქართული საზოგადოების ქართველი ერის ბრალია ყველაფერი. რა გინდათ ამასთან? რა გინდათ ამასთან? ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ყველა პროპკას მორგებული, შევარდნაძის დროიდან დაწყებული, სააკაშვილის დროს, მე ახლაც და შვენივრად მორგებული პროპკა პოლიტიკოსი ნიჭი აქვს, ძალიან კარგი, ყველა მთავრობას შეეტენოს და შეუძრეს და მერი იყოს და სვას ჭამოს და მისი პრობლემები მოაგვაროს. ახლა თქვენ საქართველოში ჩინოვნიკებს იმისთვის ხო არ ირჩევთ, რომ უკეთესი ცხოვრება და უკეთესი რამე მოუტანოს ქვეყანას. თქვენ ყველა ირჩევთ საქართველოში ჩინოვნიკებს და პარტიებს იმისთვის, რომ ვიღაცის ჯინაზე ან ნაცი არ მობრუნდეს, ან ომი არ იყოს, ან რაღაცა არ იყოს და ამიტომ ვინც აირჩიეთ როგორც გექცევათ, აბსოლუტურად ღირსი ხართ ყველა და ეს ადამიანები რა თქმა უნდა მე ყველა მეწოდება, ყველა ცოდვა არის, ნახე ჯერ რა ტრაგედია გადაიტანა იმ ოჯახებმა ვინც იქ იყო, ცოლს ეძებდა ადამიანი, მადლობა უფალს გადარჩენილი იყო, გულის გულში ჩაგწვდებოდა ადამიანს რო ნახავდა. ვისი ბრალია? კითხვა გამოვადა და დარჩება ასე რომ ვისი ბრალია. ახლა კალაძეს რო კითხო, კალაძეს ამას რო კითხო, ამას უფლება არ ქონდა? ამას თურმე კანონით ეს კერძო საკუთრების მცველი არის თურმე და ეს თურმე ხოცები ესეთი პატიოსანი და ესეთი ხალხი არიან, ყველაფერს კანონებს იცავენ, ნაბიჯ და ერთი მეორეს მიყოლებით და რა თქმა უნდა ამის ბრალი არაა და ვითომ ძალიან ჰუმანური ადამიანია, იცით? და ძალიან დიდი ჰუმანიზმის ადამიანი არის, რომელიც ასე იქცევა რა და კაი ბიჭია ღმერთო დალოც. კი, მაგრამ მაშინ ერთ კითხვა შეუბრუნებდი მე ამას კალაძეს და მის მონა გამპრავებლებს ირგვლივ. ძალით ვერ გაარემონტებდით, ძალით ვერ ააშენებდით თურმე და სხვა ხალხს რომ მისი აშენებულიდან ყრით ქუჩაში, უპატრონოთ ქუჩაში რო ყრით, რომელსაც არც სახლი აქვს, არც კარი აქვს, არაფერი რო არ აქვს და მისი ჯახირით რო რაღაცა ააშენეს. რომ მიადგება თქვენი ბულდოზერები და დაუნგრევს და გაასწორებს მიწასთან. მაგის უფლება გააქვთ ზამთარში თან ძაღლის ლეკვს რო გააგდებენ გარეთ. აი მაგის უფლება ხო გააქვთ ხოცებს. მაგაში ხო მაგარი ბიჭები ხართ. მთელი ნაძალადევი თავის დროზე მასე არის აშენებული. ხალხს საცხოვრებელის უშლიდნენ, მაგრამ ააშენეს და დასახლდნენ, იმიტომ რომ
მაშინ სახელმწიფომ უნდა აუშენოს უპატრონო ადამიანებს, აი თქვენმა ხაზარაძეებმა და თქვენმა ბანკებმა, კალა კაპიტალებმა და ამათმა რომ გამოყარეს და თელმა სამევახშიო ორგანიზაციებმა რომ გამოყარეს და გააგდეს ისა რა ქვია საქართველოსთან მოსახლეობა რომ გაყარეს, გადახვეწეს და პროცენტებში და ვალებში რომ ჩააგდეთ ხალხი, მაშინ თქვენ აუშენეთ იმ სახკარ გამოყრილ ადამიანებს. იმის უფლება ხო ძალიან კარგად აგაქვთ, რომ მევახშეებს აძლევთ იმის უფლებას ხალხი გამოყაროს სახლიდან. და ერთი საცხოვრებელი, რომელიც საცხოვრებლის უფლება, რომელიც წესდარით გარანტირებული უნდა კონდეს საქართველოში ადამიანს საცხოვრისის უფლება რო აქვს წართმეული, მათ შემთხვევაში გააქვთ ხო უფლება. აი იქ რადგანაც საქმე არის გასაკეთებელი, რომ ხალხი არ დაიღუპოს, მსხვერპლი არ მოყოს, თქვენ კანონის ბიჭები ხართ და კანონის უფლება არ აქვს. ძალიან კარგად აქვს კანონში უფლება. აი მაგალითად გზა, როდესაც მიადგება გზის მშენებლობა, როდესაც ხდება, კანონში შავი თეთრზე არის ჩაწერილი, კერძო საკუთრება არ აინტერესებს გზის სამშენებლო სამუშაოები მიადგება რომელიმე შენობას, ადამიანი იქნება წინააღმდეგი და მიხვალ დაუნგრებთ და გაასწორებთ მიწას. ბიჭო, მაგის თქვენ თუ ხალხს მზრუნველები ხართ, თქვენ თუ ხალხის ზრუნვა და ხალხის ბედი გადარდებთ, მიიღეთ კანონი და იყავით კანონის დამცველები, რომ თუ კი შენობა, რომელშიც ცხოვრობს გარდა ერთი ადამიანისა, სხვა ადამიანებიც და ექვემდებარება დაანგრევას, იძულებით გამოსახლებას, იმისთვის რომ სხვა მსხვერპლი არ მოყვეს, სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ვალდებულება, რომ ეს შენობები გაარემონტოს, გააკეთოს და არავინ არ დაიღუპოს და მსხვერპლი არ მოყვეს ამ ყველაფერს. რატო არ აკეთებთ ამ საკანონმდებლო ჩანაწერს? კანონისკენ რო იშევერთ ხელს, დაანგრევაში კი გაქვთ უფლება. ძალიან კარგად აქვს. რატო არ აკეთებთ ამ ჩანაწერს? იმიტომ რომ არაფრის გამკეთებლები თქვენ არ ახართ. ფეხებზე კიდიათ ხალხის, ის ხალხიც ფეხებზე კიდიათ, ვინც დაიღუპა და ვინც დაიღუპება აწი. მადლობა ღმერთს, ერთი მიწისძვრა რო არ ხდება საქართველოში თუ არა, ეგ თქვენი კორუფციული იმგანით ქსელებით აშენებული თბილისი, რომელიც რკინა ბეტონის იმას, რა ქვია, ციხეს გავს, მთელი ქალაქი. ერთ დღეს ჩამოგენგრევათ თავზე. ეგ თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ კარგად გამოაჩინა, მაგრამ რომ ზუსტად ის ქალაქები დაინგრა და გასწორდა მიწასთან, რომლის მერების კორუფციულ გარიგებაში იყვნენ მშენებლობებზე. თორე ის ქალაქი, რომელ ქალაქშიც მერი არ მიდიოდა კორუფციულ გარიგებებზე და არაშენებიებდა იმას კორპუსებს, ის ქალაქები გადარჩა და კარგადაც გადარჩა, სხვათა შორის მსხვერპლი არ ქონიათ. მაგრამ საქართველოში რომ მიწისძვრა მოხდეს, თავზე დაენგრევაც უყველაფერი ეს. ამის უფლება არა აქვს თურმე, გაიგეთ? ეს იმდენად პატიოსან შარავანდედი შემოარტყით რა თავზე ქოცებს. და შარავანდედი შემოარტყით, კალა კაი ბიჭია, კაცო ძალით ხო არ გაურემონტებდა ხალხს იმას, რა ქვია, სახკარს. აბა ექნა. ხალხი იყო თვითონ წინააღმდეგი ფართები ქონდათ, გაქრებული დათმობა არ უნდოდათ. ხალხი რომ მოკვდა, იმათ სიკვდილი უნდოდათ, გაიგეთ ხალხო? იმათ სიკვდილი უნდოდათ. ამათი ლოგიკით. მე ელემენტარული კითხვას ვსვამ, ეს შიგუკნიდან ევროპაში რო გარბი ხართ და სადაც გინდათ იქ გარბი ხართ. ელემენტარული კითხვა დავშვათ. პარიზში, ლონდონში, ბერლინში, თქვათ ვენაში, პრაღაში. რო იყოს იგივე სიტუაცია. იყოს ავარიული კორპუსი. და სიცოცხლისთვის საშიში იყოს იქ ცხოვრება, სადაც ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს. თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებას იტოვებდეთ. დატოვებდა იმას ქალაქის მერიები, აი გინდა რომი აიღეთ, გინდა პრაღა აიღეთ, გინდა ვენა აიღეთ, გინდა ბერლინი, პარიზი და დატოვებდა იქ ხალხს და გაწირავდა ქალაქის ცენტრში თანაც, ქალაქის ცენტრში ხალხს უსვამ. იმისთვის რომ ხვალზე რა უბედურება მოხდებოდა იქ შეიძლება იმ კორპუსში ყველა ჭკუიდან გადავიდა და თავის მოკლა უნდა. აძლევთ იმის უფლებას რომ სხვებით დახოცონ? გამომივიდნენ აქ ესა რა ქვია ფრთიანი ანგელოზები და გამომივიდნენ აქ ესენი რა ქვია თქვენ ბიჭო საერთოდ ადამიანები და საერთოდ ხალხი გაინტერესებთ? არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ თქვენი ჯიბე, გაინტერესებთ თქვენი ცხოვრება, თქვენი უჯიშოს თავმომავლობის კარგად ყოფნა და ხართ. თუ არა, აი ერთი ელემენტარული კითხვას ვსვამ, აი აგერ ახლა ხალხის ბრალია თქვა, იმიტომ დავიწყე ამ ყველაფერზე საუბარი, ჩემო კარგებო, რომ აი აქ ერთ რაღაცას გაჩვენებთ რა კიდე. აი ესეც გუშინდელი ფაქტი არის. მაღაროელები, რომლებიც შიმშილობდნენ. ცუდად გახდა ადამიანი, ეს მაღაროელები, რომლებსაც ასეთ უბედურ დღეში არიან, მე იქ დაიჭირეს, ციხეში ყრიან და შიმშილობენ ადამიანები უსამართლობის წინააღმდეგ, იქ გული წავიდა, გაითიშა, დაეცა, კაცშვილი არა პატრონი. ეს პრობლემა არავის არ ახსოვს.
არც ერთი ჟურნალისტი არ მისულა იქ. არც ერთ ევროპარლამენტარს არ გამოუთქვია ამაზე პრობლემა, რომ უსამართლო პატიმრები, ვინც ესენი არიან ჩაყრილი. არც საზოგადოებას, არც ხალხს, არც ეგრეთ წოდებულ ბლოგერებს, არავის არ მოუღია ხმა. აი ეს საზოგადოება არის. ეს საზოგადოება არის, შემოგარგებოდა. ამიტომ ახლა ყველაფერი, ყოველი ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი არის გადაქცეული პოლიტიკურ კლოუნადად. რომ თავრობა ყველაფერს აკეთებს და ეს ცუდი ოპოზიცია, აი ასე რა ქვია, ლეშის ჭამიობას ახდენს და ღმერთო დალოცე კალას აბა რა ექნა. ახლა ასეთი საზოგადოება ელემენტარულს გეუბნებით რა, აი ამ დონეზე დაცემული ქართული საზოგადოება უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს, არ იმსახურებს. რო არ იმსახურებს, კიდე ცხოვრობს ასე. და ხალხი რომლებიც გამოვლიან და წუწუნობენ, ვაიმე ეს რა უბედურება გჭირს, ასე გჭირს, ისე გჭირს. არც ამ ხალხს არ უნდა სიმართლე გითხრათ ამ ჭაობიდან ამოსვლა. არ უნდა ამ ჭაობიდან ამოსვლა, იმიტომ რომ ვაგერ არჩევნები და წავლენ და ისევე სამათ მოხაზავე. ომი არ იყოს, ნაცები არ მობრუნდეს და ესე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაღაროელების თემა არავის არ ახსოვს. ვის რა შეაინტერესებს? ვის რა შეაინტერესებს, რომელი პატიოსანი ადამიანი? ამათ აინტერესებთ ახლა იქ ტანცი შვანცები ტარდება რაღაცა ციცინათელაში, აგერ სეზონიარი ტურიზმის ფული არის საშოვი და 1000 უბედურება. რომელი ვაჭრის ტიპაჟზე გავაკეთო, ჩემო ძმაო? ელემენტარული ის მითხარ, ყველა ვაჭრები არ არიან? ყველა ვაჭრები არ არიან ესენი, ეგენი ადამიანებით მოვაჭრეები არიან, საკუთარი სამშობლოთი და საკუთარი ერით და საკუთარი ქვეყნით მოვაჭრე ხალხია და ამაზე გავაკეთო? ამაზე არ ვაკეთებ ყოველ დღე, ამათ მოღალატე სახეები არაა გამოვლენილი ამ ყველაფერში. ამიტომ მარტო კალაძეს მოადანაშაულებთ რა ამ ყველაფერში. მოადანაშაულებთ. კალაძე კი არა, ყველა დამნაშავეა. ყველა დამნაშავე, მთელი საზოგადოება დამნაშავეა. ის კალაძის გამправებლებიც დამნაშავეა და ისინიც დამნაშავეები არიან, რომლებიც მანდამაინც მაშინ გამოჩნდებიან და ამოიღებენ ხმას, რომ აი თურმე რა უბედურება მოხდა და ასე მოხდა და ისე. ხალხი ყველას კიდია. ხალხო გაიგეთ ეს, შეიგნეთ. და არ წახვიდეთ ამ არჩევნებზე. დაეტიეთ სახში. ნუ მიიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ფეხებზე დაიკიდეთ, არავის თქვენი ბედი არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, არჩევნები რო ჩატარდეს, შემოანდრია ისევე ხოცები გაიმარჯვებენ. აი აბა მიშას ხო არ მოაბრუნებენ, აბა ნაცები ხო არ დაბრუნდებიან უკან. ამაში არის საქმე. მე არ ვაპირებ ამ ხალხთან კამათს, ამის ბრალია, იმის ბრალია, მე ვიცი ერთი რაღაც. საერთოდ ძველ საბერძნეთში სიტყვა იდიოტი რას ნიშნავს, იცით? მოდის ძველი ბერძნული. და იდიოტი ეწოდებოდა ადამიანს, მოქალაქეს საბერძნეთში, რომელიც არ ინტერესდებოდა პოლიტიკით და არ ინტერესდებოდა მუნიციპალური საკითხებით. ანუ მის ირგვლივ რა ხდებოდა და მის ქვეყანაში რა ხდებოდა, რომ ფეხებზე ეკიდა და არ აინტერესებდა. აი ასეთი ადამიანი ითვლებოდა იდიოტად. თქვენ გაიგეთ მამიშვილებო, თუ თქვენი ქვეყნის ბედი გაინტერესებთ და თუ თქვენი ქვეყნის მომავალი გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ან ერთის მხარეს იყოს ადამიანი, ან მეორე მხარეს იყოს. ესენი რო ორივე ერთი და იგივე სისტემა არის, ამას ვერ ხვდება ნორმალური ადამიანი. რაც უნდა ამას ბევრი ჭკუის სწავლება, რომ ქალაქის ცხოვრება, უსაფრთხო ცხოვრება, ეს არის თვითონ ქალაქის მერიის და მერიის არქიტექტურის სამსახურის და საავარიო სამსახურის ისა რა ქვია, თავარი ამოსავალი წერტილი. და მაგაში იღებენ ხელფასს და მაგისტვის არიან საერთოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები და მუნიციპალური თანამშრომლები, რომ ეს ყველაფერი გააკეთო. ხო, ჩამოინგრა, ვისი ბრალია? მიწის ძვრა მოხდა და ისე ჩამოინგრა? უბედური შემთხვევა მოხდა, უწევ სტიქიური ფორცმაჟორი მოხდა? ჩვეულებრივ დღისით მზისით არაფერი არ იყო, ჩამოინგრა. ყველა მიცოდა წლების მანძილზე, იცოდა რომ ეს შენობა ჩამოინგრეოდა. მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებდა. რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, ხალხია თვითონ წინააღმდეგი. არა, ჩემო ზაურ, არა, პარტიის შექმნაზე აქ არ არის საუბარი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაიმე პარტიის შექმნას ამ დამპალ სისტემაში. აზრი არ აქვს ამ სისულელეში, აი ამ ფარსში პოლიტიკური პარტიის შექმნას და პოლიტიკური ბრძოლით ამ ყველაფრის დამარცხებას.
და რატო იცით? იმიტომ ეს სისტემა ისე არის შექმნილი, რომ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ვერავინ. აი სუფთა პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნება. ამიტომ აზრი არ აქვს, არ უნდა მიიღო წაგებულ ბრძოლაში მონაწილეობა. თუ კი მოხდება ქვეყანაში რევოლუციური გარდაქმნები, რომელიც რეალურად მიცემს საშუალებას ნებისმიერ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს თავისი ხმის მიტანას ამომრჩეველთან, იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემო და ესე შემდეგ, მაშინ კიდე შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი და ახლა რომ რაიმე პოლიტიკური პარტია შეიქმნეს, პოლიტიკური პარტია 256-ია. არც ერთი არაფერს არ აკეთებს. აზრი არ აქვს, ჩემო კარგებო, გაიგეთ. წაგებულ ბრძოლაში შესვლას აზრი არ აქვს. ამიტომ ახლა საჭირო არის მოძრაობა. უბრალოდ მოძრაობა, რომლის შიშიც ექნება ხელისუფლებას და რომელიც აიძულებს ხელისუფლებას გააკეთოს ის, რასაც თითოეული ჩვენ ქართველი ამას ფიქრობ და გვინდა. აი ეს ძალა არის შესაკრები აქ. თორე ახლა რო იყოს ნორმალური და დაალაგებული ქვეყანა, მაშინ კი ბატონო იფიქრებდი იმას, რომ შექმნა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ბრძოლით მოუგო ამათ იდეოლოგიური ბრძოლა მოუგო, გაუმართო პოლიტიკური დისკუსიები, ვის უნდა გაუმართო პოლიტიკური დისკუსიები? ამათ, ესენი თქვენ რომელიმე პოლიტიკოსები გგონიათ, ესენი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი სინდიკატია, რომლებიც ერთმანეთშიც კი იარაღით არჩევენ საქმეს. ერთმანეთშიც თავის შიდა კლანურ გარჩევებში თქვენ გგონიათ რიჟვაძის ამბავი სხვა რამე იყო? გინდათ აგერ იმის რა ქვია იმ ბაჩიაშვილია თუ ვინც ჩემი ფეხები არის, ის რა ქვია ციხეში რო გაუსწორდნენ და გალახეს, ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილი არის საქართველოში? პოლიტიკური პარტია და პოლიტიკურ ბრძოლას აქვს აზრი და მნიშვნელობა იმ გარემოში, რომელ გარემოშიც არსებობს რეალურად იმის შანსი და იმის საშუალება, რომ ელემენტარულად შენი ხმა, შენი იდეა მიიტანო მოსახლეობამდე და მოსახლეობის მიცემული ხმა ზუსტად იქნას დაფიქსირებული და აღწერილი იქნას არჩევნებში. ხედავთ თქვენ ასეთ ქვეყანას? მე ვერ ხედავ რომ ასეთი ქვეყანა რო იყოს საქართველოს, მაშინ არ მოგვიწევდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ყველაფერი არის ბუტაფორია. ილუზიური სახელმწიფო არის, რომელიც ილუზიურ სახელმწიფოშიც არის აი ესეთი ისინი, რა ქვია, ქიმერები, ბიძინა, მიშა, კალა და ეს რა ქვია, გახარია და აი ამათ ჭორაობას გადაყვება ყველაფერი. აი ელემენტარულს გეკითხებით, ბოლოს როდის ნახეთ ქართულ ტელევიზიაში, რომელიმეს არ აქვს მნიშვნელობა ეს ნაცების ტელევიზია იქნება, ქოცების ტელევიზია იქნება, რაიმე სიღრმისეული პრობლემაზე დამჯდარი მოსაუბრე პროფესიონალები. ასე გაკეთებაჯობია თუ ისე გაკეთებაჯობია. ერთი საერთოდ აღარაა ეს პოლიტიკური დისკუსიები. საერთოდ აღარაა. მაგრამ თუ კი რაღაცა მიმდინარეობს, ყველაფერში მიდის პოლიტიკანობა. იმან იმას მოპარა, ამან ამას შეუძვრა, იმან ამას ის რუსეთის აგენტია, ეს ამის რა ქვია აგენტია, ეს ბიძინას ის. ამიტომ ეს არ არის შემოძმაო ეს ის ქვეყანა. სადაც რეალურ პოლიტიკურ ბრძოლას აქ ახლა ესენი გამოვლიან და გეტყვიან. მოიდი გამართეთ ისა რა ქვია, შექმენით პარტია და დამიპირისპირდი არჩევნებში. სადაც დანაშაულებრივ სინდიკატს ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ადმინისტრაციული სისტემა, რომელსაც აქვს მთელი ფული, მთელი ძალოვანი სტრუქტურა, ყველაფერი აქვს, რა ქვია, თავისი გავლენის ქვეშ, მთელი საინფორმაციო სისტემები, მიდით აბა ერთი არჩევნები რომ აი ელემენტარულად ბილბორდია, იმას ვერ გააკრავთ თქვენი იმით, რა ქვია. უბრალოდ ისე რეკლამისთვის ჩათვალეთ, თუ არა ხარ ხელისუფლების მომხრე და ხელისუფლებიდან თუ არა გაქვს დაშვება, ან ხელისუფლების დაშვებული ოპოზიცია თუ არა გაქვს, იმას ვერ გააკრავ ბილბორდს. მე გავლილი მაქვს ეს ეტაპი არჩევნების შესწავლილი მაქვს, მაგიტომ მივიღე მაგ ყველაფერში მონაწილეობა, რომ შემესწავლა უბრალოდ რა ხდება და ახლა იქ ხმის დამცველი კომისიები, ისინი ამას ვერავინ ვერ მოუგებს. იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი ბუტაფორიული ფსევდოდემოკრატიული მახინჯი წარმონაქმნი, რომელიც ვითომდა სახელმწიფო. ამიტომ ამათთან ბრძოლა არის წყლის ნახვა. ეს შეიძლება გაასწოროს ან სამხედრო გადატრიალებამ, ეს შეიძლება გაასწოროს რევოლუციამ, ეს შეიძლება გაასწოროს თვითონ სისტემაში მყოფმა ადამიანმა, რომელსაც აქვს იდეა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფოს აშენების და ერის გადარჩენის და ხელი მოკიდოს სახელმწიფოს, როგორც იდეალისტმა და ენთუზიასტმა და უნდოდეს მისი ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება და მოახდინოს გარდაქმნა, იმიტომ რომ მაინც პიროვნებები ქმნიან ისტორიას. დღეს ჩვენ როგორი პიროვნებებიც აყავს, აი ისეთი პოლიტიკა არის. თქვენ მე მაჩვენეთ რომელიმე ერთი პიროვნება იმაში რა ქვია ქართულ ოცნებაში და სახელმწიფო სისტემაში, რომელიც არის პატრიოტი.
ხენი არიან ყველა ბიზნეს პატრიოტები, ბიზნეს ჯიბის ხალხია. რომლებიც ყველა იმაზე ოცნებობს, რომ ბიზნეს ფულები რაფერ მოპარო. აი ახლა დავდები მე ეს ვიდეო სანამ ეს დაიდება ხა YouTube-ზე დევს ეს ზვიად გამსახურდიას პერიოდში მერი ვინც იყო. როგორც ამბობდა ყველაფერს, ისი ახლა ყველაფერი. აუ წადი რა ბიძიკო მოუსვი აქედან. შენ ახლა აქ ხელახლა შემოძვერი? ეს პროვოკაციული კითხვები ეს არ ვიცი როგორ დაბრუნდი ეს ისრაელის მომტირალი ესა შიგ ისრაელელი ახლა კითხვებს მისვა. წადი შენ მიხედე შენი ისრაელის საკითხებს და ეს აქ ნუ მისვამ კითხვებს ალტინფო იქნება თუ ვინ იქნება. არა ეგ შენი საქმე. მე ვერ ხედავ საქართველოში ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, რომელი პოლიტიკური ძალას და გაერთიანებას რაიმე სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. არა აქვს მნიშვნელობა რა სახელი ქვია, არც ერთს შედის, არც ერთი. კი ბატონო. ხო, აი და რა შეეხება იმას, რომ ელემენტარულს გეტყვით რა, აი ელემენტარულს გეტყვით. ვინ არის დამნაშავე, ხო? აი კიდევაც რომ აღიარ უნდა თქვა ამ ქოცებმა, ხო? აი მე ვარ დამნაშავე და ჩვენ ვართ დამნაშავეები, ხო? რა იცვლება ამით? დაამტკიცეთ თუ გინდათ. კანონმდებლობით დაამტკიცეთ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით დამტკიცება. რომ მოსახლეობის უსაფრთხოება ქალაქის მუნიციპალიტეტის ვალდებულება არის. ეს კანონი არა მაქვს, ის კანონი არა გაქვს მიიღე. რა თავის გამართლება? თუ კანონი გიშლის ხელს, ოპოზიცია არ აკავს პარლამენტში კანონს ვერ ცვლი? თუ მაგას კონსტიტუციური ცვლილება უნდა, მიიღ, რატო არ იღებ? იმიტომ რომ ფეხებზე კიდია. ადამიანების ცხოვრება არის ქალაქის ადმინისტრაციის უსაფრთხო ცხოვრება და სახელმწიფოს სამსახურის ერთადერთი ამოცანა. არ აკეთებენ და თავს იმართლებენ, ვითომ მე ვარ კალაძე იმაში, რა ქვია, პარლამენტში ახლა შესული, მე ერმილე ნემსაძე ვარ და ხვალზე დაგიწერ კანონს, მივიღებ და მე გააკეთე და თქვი მე დამაბრალე რომ აქამდე არ ქონდაო მიღებულიო მასო პარლამენტს კანონი. და აწიო მიიღო კანონი. მე მოთხოვე შენ პარტიას მიიღოს და გააკეთეთ. ხალხზე ხო ფიქრობ, ხო ხარ ქალაქის თავი. და ხო არის შენი ვალდებულება ქალაქზე და ხალხზე ზრუნვა. მე მიაღებიე კანონი შენ პარტიას. რა ვიცე-პრემიერი ხარ თუ პარტიის რა ქვია ვიცე-თავმჯდომარე ხარ თუ ვინა ხარ თუ ვინა. მიიღეთ, რატო არ იღებ? ამაშია საქმე. არავინ არ უნდა წავიდეს ამ არჩევნებში. ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება და იმიტომ კი არა რომ პასიური მოქალაქე არის, იმიტომ არის რომ ეს არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირ არის დანაშაული. და პირდაპირ არის გაправება, გათეთრება არის პირდაპირ ამ დამპალის სისტემის. ახლა ნაცები რო იძახიან, არე მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც ეგდენ ეს ნაცბოს ბანდა და მიხვდნენ ახლა თვითონაც რომ თუ გამოაცხადებენ იმას, რა ქვია, ბოიკოტს არჩევნებს თუ გამოუცხადებენ, არაფერი ამით არ შეიცვლება, იმიტომ რომ კანონმდებლობაა ისეთი ორი კაცი რომ მივიდეს არჩევნებზე, ერთმა მაინც ჩატარებულად ითვლება არჩევნები, ორი ადამიანიც რომ მივიდეს კანონის დონეზე, იმიტომ რომ არ არის მინიმალური ზღვარი განსაზღვრული, რამდენი ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად. აი ესეთი დანაშაულებრივი სისტემა არის და თვითონ რო ეყარენ ხელისუფლებაში, მაშინ არ ახსოვდათ. ეგონათ რომ სულ იქნებოდნენ ხელისუფლებაში და თვითონ ექნებოდათ ყოველთვის ამის ახლა ქოცებს გონიათ რომ თვითონ იქნებიან მუდმივად ხელისუფლებაში და მსგავსი პრობლემები მათ არ შეექმნებათ. თავიანთი უჯიშო შთამომავლობასთან ერთად მუდამ ასე იქნებიან. აი ეგ არის, ამიტომაც არც არაფერი არ იშველება ამ ქვეყანას. დანებეთ თავით ყველა უბრალოდ იმას, რა ქვია, რასაც იმსახურებს საზოგადოება, ცხოვრობს ისე, თუ კი ოდესმე მოხდება გარდატეხა რაღაც ძალა გამოჩნდება და ადამიანების ერთობა, რომელიც რაღაცას შეცვლის ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში ეშველოს, თორემ მანამდე ეს საზოგადოება ივანიშვილის ღირსიცაა, კალაძის ღირსიცაა და იმის რა ქვია, სააკაშვილის ღირსიცაა და ყველას ღირსი არის, შევარდნაძის და ასე შემდეგ.
რაშია საქმე იცი? აი რუსლან ხშირად არის საუბარი, რა თქმა უნდა ხალხშია პრობლემა. რა თქმა უნდა თანამედროვე ქართველ ერში არის პრობლემა. ქართველ ერში არის პრობლემა, რადგან ქართველმა ერმა მიუხედავად იმისა, მე არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩვენ გადავიტანეთ ამას რომელიმე სხვა ერი გაუძლებდა, მაგრამ ამდენმა გასაჭირმა პატარა უნდა დაგაბრძენოს, იმიტომ რომ ერთხელ რო წაიტეხავ ხვირპირს, ორჯერ რო წაიტეხავ, სამჯერ რო წაიტეხავ, მე სწავლობ ადამიანი ჭკუას, ხო? ხო და როდესაც ერთხელ ერთი და იგივე შეცდომაზე ხვირპირი წაიტეხეს, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და მაინც მიდიან იმ გზაზე, რა თქმა უნდა პრობლემა არის ერში. იმიტომ რომ ერი რო დაღვინებული და დაბრძენებული იყოს, ამათ გამოუტანდა თავის განაჩენს დიდი ხანი. კოჰაბიტაცია რო ახსენეს იმ დღიდან გამოუტანდა ზედმიაყოლებდა ივანიშვილს და სულ ყველას ამ ნაგავს. მაგრამ ერი არის როგორ გითხრათ, იცი რა ამათმა ქართველ ერს დამართეს 1000 უბედურება ქვეყნის შიგნიდან, ქვეყნის გარედან. ერს შეუქმნეს ყალბი ავტორიტეტები. ერს შეუქმნეს რაღაცა ესეთი ცრუ, აი როგორ გითხრათ, გაგახსენებ, დაგერ ხო? აი შევარდნაძე როდესაც მოდიოდა, თავარია ზვიადი დამხობილი იყო, როდესაც შევარდნაძე მოდიოდა, იყო ასეთი ლეგენდები შექმნილი. იყო ესეთი ლეგენდები შექმნილი. თქვენ უფრო გემახსოვრებთ, რომ სოფლიო დონის პოლიტიკოსი არის და სოფლიო დონის პოლიტიკოსი აყვავებს საქართველოს, სოფლიოს გააცნობს, გერმანული მარკა შემოვა, გერმანიამ საქართველოს უნდა შეინახოს, იმიტომ რომ შევარდნაძის დამსახურება არის გერმანიის გაერთიანება, აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდება და აი მაშინ ხედავდნენ რაღაცებს ესეთ მოჩვენებებს, მაშინ აღზევდა ლელა კაკულიას ნაირები და ესე შემდეგ რა, ხალხი შეიქმნა ეს ყალბი იმედი ხალხისთვის. წაეთრია შევარდნაძე, მე ისე არ წავალ რომ აფხაზეთში არ დავისვენო და 1000 ბოდუები. მერე მოვიდა ახალი მითი, ახალი ლეგენდა, მოვიდა სააკაშვილი, მოიტანა იმდენი სერტიფიკატები და ისინი რომ თურმე ჯერ ადამიანს ის რომ აეღო მარტო 20 წელიწადი უნდა ესწავლა, ხო? ერთ-ერთი საუკეთესო ნიჭიერი, განათლებული, ახალგაზრდა სისხლი, რავი ზოგმა სააკაძეების შთამომავალი, ეს, რა ვიცი, 1000 ჯანდაბა ოხრობა, დააბოლეს ერი და ერმას დაიჯერა რომ სააკაშვილი იყო გადამრჩენელი და აი. მერე მოვიდა ეს ჭორვილელი მაიმუნი, რომელიც ამ ყველაფრის უკან იდგა, შევარდნაძის რეჟიმი იყო, სააკაშვილის რეჟიმი იყო და დაუწყო ამ ხალხს დაბოლება და დაშტერება, რომ სამება გვიშენა, ამდენი ინტელიგენცია გადაგვირჩინა, კეთილი ბიძინა, წმინდა ბიძინა, ეს და დააჯერეს ამ ხალხს, რომ არა, ერთია რომ დააჯერეს და მეორე არჩევანი აღარ დაუტოვეს. რომ თუ არ გინდათ ბიძინა, იქნება ისევე ნიშა. რა თქმა უნდა, ხალხი მიაჩვიეს სიღარიბეს და დაუკარგეს იმედი, რომ უკეთესი რამე იქნება. მოიყვანეს ივანიშვილი იმედით და ივანიშვილის პირველი რაც არეპატიება ხალხის ღალატია და გაწმილება და ასე 2012-ში რო იყო ეს ბედნიერი ქართველიერი, ესეთი ბედნიერი როდის იყო. ჭორვილელი მაიმუნი, ხო? მოათრიეს ეს ჭორვილელი მაიმუნი და ამან საერთოდ გადააგდო ყველა და გადაყარა ყველა თავიდან ბოლომდე და ახლაც არის ლეგენდები იმის შესახებ, რომ ესეთი ბრძენია ბიძინა და ბიძინა ამ ყველაფერს ვერ აკეთებდა, იმიტომ რომ სავსე იყო ნაცების აგენტებით და ბიძინა ასე და ბიძინა ისე. ასე იყო პოლიტიკოსებში. ასე იყო ჩემოკარგებო სხვათა შორის სასულიერო პირებში. ბოლო ჟამის პატრიარქი და ცოცხალი წმინდანი და ახლა ესენ თუ საერო პირები იყვნენ, იქ სასულიერო დაბოლება ცალკე ჭირდებოდა, რომ ცოცხალი წმინდანია, აფხაზეთში აუცილებლად გამთლიანდება, მეფის ტახტი აღდგება, ის იზრდება, რა ქვია, პრინცი თუ უფლისწული იზრდება საქართველოში, რომელიც ეკურთხება მეფეთ და ეს და ეს. მე უკანასკნელი პატრიარქია მეორედ მოსვლის დროს და იბერია გამწყდება. ესეც დააბოლეს. ესეც თუ ესე დაბოლებული არა და თუ დაშტერებული არა ხალხი, მაშინ დამიჯერეთ ელემენტარული ეგეთი რაღაცა საპატრიარქოს და პატრიარქს არავის ზვიად გამსახურდიას გარდა ყველას მიმართ ქონდა სიმპათიები. შევარდნაძე იქნებოდა თუ სააკაშვილი იქნებოდა თუ ესე მოსვლის პერიოდში და ის იქნებოდა, რა ქვია, ივანიშვილი ახლა დღევანდელი და გამწყინდა იბერია და
გაუჩინეს ამ ერს პრობლემა ლოგიკური აზროვნების. იმედი დააკარგიეს, გაჭირვებას მიაჩვიეს, სიღატაკეს მიაჩვიეს და ეს წინ ჩამოკიდებული ეს ასე ანკესი, რომ აი ვითომ ასე იქნება. გავიდა აგერ შემოკარგებო 35 წელიწადი ზუსტად გამსახურდიას დამხობიდან და რანაირი გაბრწყინებული არის საქართველოს და რანაირ გზაზე ვდგევართ, ამას ახლა რა ვიცი ახლა ამას დებილი კოცი ვერ ხედავს ალბათ, თუმცა ისიც ხედავს, მაგრამ ასეა საჭირო რომ ასე თქვას. აქედან გამომდინარე ერს გაუჩინეს პრობლემა, რა თქმა უნდა გაუჩინეს ერს ლოგიკური აზროვნების პრობლემა და საერთო ჯამში მაინც შიმშილი და გაჭირვება გამოვლიან მერე და იტყვიან, აუ რა ვქნა ახლა ოჯახი მყავს და უნდა არჩინოს და აბა რა ქნას და ერთი იქნება არ ღირს ის რომ შენმა შვილმა ჭამოს კარაქიანი პური ქვეყანა გადაყვეს ამ ყველაფერს. არ ღირს იქნება ამათ შენი შვილები და შენ თვითონ. ასე რო ეფიქრა მამაჩემს, რა ვიცი მე რა ძალა ადგა. დავიდა ახალგაზრდა კაცი ციხეში, ორი თოთო ბავშვი დატოვა, ახალმოყვანილი მეუღლე დატოვა, ინვალიდი კაცი წავიდა ციხეში, დაეღუპა მამა, დაეღუპა მამი და გადაყვა ამას. ასე ეროვნული მოძრაობის წევრობა ქვია. იტყოდა ისიც, აუ ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი მყავს და ადგებოდა და გაბოზდებოდა და ჩაუშვებდა სხვა იმას და დაადებდა თიც და დააჭერიებდა და ასე იქნებოდა და ისე იქნებოდა და გავაგრძელებდით, მაგრამ ხო ცხოვრებას. ეგეთი უპრინციპო ადამიანები ჭირდებათ. ამიტომ ეს ყველა პატარა ქოცი არის ჩვეულებრივი ჭანჭიკი ამ ყველაფრის. წმინდა ბიძინა მადიდებელი. ას ქვია ბიძინაზე ცუც როგორ ამ. ამიტომ შემოკარგებო, ვისი ბრალია? ვისი ბრალია და ყველას ბრალია. ხალხის ბრალია. ისა. სამშობლოს ჩვენსას რომ ვიჯობს ეზო, ამ გზამ რაც გვიქნა, კიდევაც ვნახავთო, ხო? მოტიავ ჩემო და ჩემო რეზოში რო აი ისე არის ქართული საზოგადოების ამბავი. ვერც იუდას გზაზე დგას ერი, იუდას გზაზე 92 წლიდან და მიუყვებით ამ იუდას გზას. ბარაბას გზას, უბედურების გზას. ვართ ამ დღეში. რა ვიცი, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და რატო კალდაძე? რატო მარტო კალდაძე? ყველას ბრალი. კოლექტიური ვასძები ნამდვილად იჩალიჩებენ მონარქიის აღდგენას, იმიტომ რომ თავად ვასძე არის რაინდი და უფლისწულის მფარველი და ეგენი ნამდვილად შეეძლებენ რამის გაკეთებას. კარგი რა ქალბატონო. სადაა ერთი? მიიღო გრანტი ბიზნესიდან და გაჩუმებულია ახლა? თუ მოწამლულია ისევეს. მოწამლულია? მისი ძმაკაცი ჯაღმაიძე არ დატოვებს იმას და მუჯირი შიო იმათ, პატრონად. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ყველას ყურადღებისთვის.